ვაზიანის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსთან ჯარისკაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია მთავარ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 34 წლის ჯარისკაცი მეოთხე ბრიგადის 51 ბატალიონში მსახურობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თეა წულუკიანი ირინა სარიშვილს გია ჭანტურიას მკვლელობის დაკვეთაში თანამონაწილეობას აბრალებს. წულუკიანი ამის შესახებ შალვა რამიშვილის პოსტის კომენტარებში წერს. მანამდე კი ის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა ყველას, ვინც მის მეორედ გათხოვებაზე სოციალურ ქსელში წერდა. მათ შორის იყო ირინა სარიშვილიც. სარიშვილმა დღეს მისი ქმრის მკვლელობის მძიმე დეტალები გაიხსენა და წულუკიანი ცილისწამებასა და დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. ბელგია უკრაინას 100 მილიონი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. დახმარება ნატოს ახალი ინიციატივის უკრაინის საჭიროებების პრიორიტეტული სიის ფარგლებში მოხდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი სოციალურ ქსელში წერს. ევროპის უდიდესი აქტიური ვულკანიდან ლავა ისევ მოედინება. ეტნას ფერდობზე ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 14 აგვისტოს დაიწყო. ხელისუფლება ტურისტებს მოუწოდებს 2500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ლაშქრობა შეაჩერონ. იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა 2013 წლიდან თითქმის მუდმივად აქტიურია.